გამარჯობათ, მე ვარ გეოდეზიის კლასის ადმინისტრატორი და დღევანდელ ვიდეო კურსში გასწავლით საიდეს სულიერ ნახვის გაკეთებას, გადმოწერის გაკეთებას და სურათის მიღებით. კონტროლ პანელში მე უკვე შესული ვარ და შევიდეთ ახლა custom field design-ში. შემდეგ შევდივართ სურათის ლინკი და შევიდეთ ოპერაციულ ცენტრში. Virtual Adobe Editor-ში. ეს მესაჯი ჩავწეროთ ტაბლა. ჩვენ აიქ ჩავწეროთ და არაფერი ჩავწეროთ უკაცრავად. აი პატარა ფოტოალბუმი აქვს. ვაჯიოთ სამს. შემდეგ ჩავწეროთ დიდი ასობით over 1 ფულის ნიშნებში. აქ სურათის ლინკის ზომა. ახლა სურათები იყო. სტანდარტი ეს არის 350 450 ეს დიდი ზომა მე ესეთები მომწონს და ინსტერტ დავაჭერთ შემდეგ ხედავთ აქ სამხელე აღწევდა აი ხელა იქნება თქვენი სურათის ლინკი შემდეგ დავაჭერთ აქ ფოტოში და აი ფოტოს დავაჭერთ მე იმ ფოტოს გვერდია აქაც გავიმართ იგივე დიდი ასობით over 1 ფულის ნიშნებში და ის და ოკეი ისე შემდეგ დავადიდებ გაცვლად სურათის ლინკი გაკეთდა მხოლოდ HTML-ის ჩაწერა გვაქვს აი აქ ეს გაკეთებულია და აქ ხედავთ HTML აწევია დავაჭერთ მაგ HTML-ს დავაკოპიოთ აქ ყველაფერი რაც არის ეს გავციშოთ virtual editor-ი და აქ ჩავხსნათ ყველაფერი იქნებ დავაკოპიეთ მე ჩავს აქ ისმე წაიშალოს ესმე ჩაიშალოს სურათის ლინკის გაკეთება უკვე მორჩა. ეხლა გავაკეთოთ ეს სურათის ლინკი მარტო გარედან იქნება, სულიერ ნახვაში რო შევვლენ აღარ იქნება. ეხლა სულიერ ნახვაში გავაკეთოთ. შევიდეთ ახლა აქ ოპერაციულ ცენტრში. აი აქ ხოლმე ყოფილა. აქ შევიდეთ ახლა აქ. გადავიძენთ ტექსტ and after comments. Virtual Adobe Editor-ში. შემდეგ აი მესაჯი რომ არის. ჩავავწიოთ ეგ დაბლა, როგორც ვასწავლეთ და ისე ზევით ჩავწეროთ. over 1. დიასოთ. და ზომა იგივე მივიხსენებთ. იგივე ზომა. ისევ დავაჭიროთ ამას აბსოლუტურად და მე აქ პატარა ფოტოს დავაჭიროთ აქ და ისევ over 1 დიასოთ შემდეგ აი ეს უნდა აქ რომ არის და ახლა დავაჭიროთ ფოტოს აქ არის ყველაფერი დავაკოპირებთ ამას გამოვთავთ ახლა და აქ ჩავხსნათ იმის მაგივრად. ის აიშალა ეშაის. სურათის ლინკი გაკეთებულია. ეხლა დავხსნათ დამატებითი ველი სურათის ლინკი. აი უყურეთ. შევდივართ საიტ-ნეში. და მოდული setting. შემდეგ მოვნიშნოთ აი ეს. custom file edit და დავახსენეთ ზუსტად ეს მომუშავეთ პირველივე 1 2 3 4 5 და პირველივე სურათის ლინკი დავაწერეთ მაგ პირველივე ზუსტად მე ქართული კლავიატურა არ მაქვს თქვენ ქართული კლავიატურით დავაწერეთ თუმცა ინგლისური არ მეყენე ქართული კლავიატურა დავაწერეთ ინგლისური კლავიატურით
სურათის ლინკი და დავასვენოთ აქ. სურათის ლინკი ბოლომდე გაკეთდა. ეხლა გავაკეთოთ სრულიად ნახოს ლინკი. შევიდეთ ფაილ დიზაინში და ოპერაციულ ცენტრი ისე აქ. virtual photomoney editorში. შემდეგ აქ უნდა გავუკეთოთ თუ მინდა სურათით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. აქ რაც არის. თუ მინდა სურათით გავაკეთოთ, მინდა ვიშოვოთ სურათი. აი ხა ვიშოვე. გოგლებს წაწერეთ, გულში წაწერეთ. ამ ვიდეოს ძალიან ბევრს. მიაუჩევ აი სულენ. დავაკოპიოთ ეს ლინკი. და შემდეგ დავაჭირთ აი მას და ჩავსვათ ეს ლინკი აი აქ. შემდეგ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. შეგვიძლია აი ეს ყველაფერი ეს გაკეთოთ. ეს სურათი ლინკი გავადიდოთ ესე ცოტა და როგორც თქვენი ცოტა ახლა გავაპატარო ვარ. სულად ნახვა. როგორც გამოვიდეთ. სულად ნახვა, როგორც ხედავთ, გაკეთეთ. შემდეგ ამ სულად ნახვას დავაჭიროთ ნოკა და დავაჭიროთ აი ამ ფოტოს. შემდეგ აკრაფტნო ყველაფერს გავხსნით. და აქ უნდა შევწეროთ დიდი ასოებით N3 დავაჭირე URL ფულებში. ოკეი. სურათის ლინკი გაკეთეთ. შემდეგ დავაჭიროთ ეს ყველაფერი დავაკოპიროთ და ჩავსვათ აი ეს ყველაფერს დავაკოპიროთ ჩავსვათ. ხო. სურათის სრულიად ნახოთ გაკეთეთ. ეხლა გავაკეთოთ ჩვენ გადმოწერის ლინკი. შევიდეთ ფაილს ფულენთ კომენტი ოპერაციულ ცენტრში virtual photomoney editorში და ეს გავადიდეთ ცოტა. და აქ ჩავწეროთ სურათის გავაკეთეთ ხანე გადმოწერს. აი ორეთ აი ამ სურათის უკვე მოდელი მაქვს. ლინკს დავაკოპირებ. ამას დავაჭერ, როგორც ეს სურათი ნახავდი გავაკეთე და გადმოწერა გაკეთებულია. ეს ცოტა დავაპატარო. ეს დავაპატარო. ეს გადმოწერა ჩაულები. მე ამას დავაკლიკებ. გადმოწერას და დავაჭერთ ამას და აქ ჩავწერთ over 2. ამ შემთხვევაში over 2 ვაკეთებ დიდი ასოებით შემიძლია. over ფულებში და insert. ოკეი. შემდეგ ვეტყობ ამას დავაკოპირებთ და ჩავსვათ აი ეს ყველაფერს გავშლით აქაც არის როგორც აი ეს ჩავსვით აი საკოპირებული ლინკი. როგორც ხედავთ, სრულიად ნახოთ სურათის ლინკიც და გადმოწერის ლინკიც გავაკეთე. ახლა შევამოწმოთ. არა უკაცრავად დამავიწყო. მე გადმოწერის ველს უნდა გავუკეთოთ. საიტნერს დავაჭიროთ. მოდული სეტინგები. აი როგორც ხედავთ, სურათის ლინკი ხო დავაკეთე. ახლა გადმოწერის მოვნიშნოთ მეორე. ზუსტად მეორე. და დავასვენოთ.
შემდეგ hair დავწეროთ გადმოწერის ლინკი გადმოწერის ლინკი ყველაფერი გადაით დამორჩა აბა ახლა შევამოწმოთ შეახლე დავამატოთ და გავუწევთ გასაუბროთ უნდა მოვნიშნოთ ხოლმე აი ეს ვილად აი ეს ეხლა პირველში აღწერა მასალის სახელი გამოსაცდელი მაგალითად გამოსაცდელი დავამატოთ შეახლე დავამატოთ არა სურათში დავაკოპიოთ ტრანსფორმერები მაგალითად დავამატოთ მაგალითად რა აღწერა გამოსაცდელს ვაკეთებ აღწერას არ ვაკეთებ მარტო ეხლა გაჩვენეთ რომ არის სურათის ლინკი გადმოწერის ლინკი და სრულად ნახოს ლინკი ტრანსფორმერები დავაკეთებ სურათის ლინკში შემდეგ გადმოწერის ლინკიც გავაკეთებ ნახეთ როგორ გაკეთდა აი როგორც ხედავთ სურათის ლინკი გაკეთებული და გადმოწერეთ აბა ახლა ნახოთ ის სრულად ნახოთ გაკეთებულია სულ ყველაფერი სრულად ნახოს დავაჭერთ შევალთ და გადმოვწერთ კარგად სამდეოდეთ თუ რამე შეკითხვა გაგიცნათ ან რამე ვერ გააკეთეთ გეუბნებით სატუაზე დაწერეთ და აუცილებლად გაგისურვებთ თხოვნებში